მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემაა. მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია კახა კუკავა, მაყურებელი მას კარგად იცნობს, თუმცა შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ის არის პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი. დიდი მადლობა ბატონო კახა თქვენი დროისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. მადლობა თქვენ. ბატონო კახა, არ შემიძლია ჩვენი საუბარი არ დავიწყო პოლიციელების საქმით, ასე ვთქვათ. რამდენიმე დღის წინ მართლაც შემზარავი ფაქტი მოხდა გორში, ხომ? ორ მოქალაქეზე თელმა საქართველომ ნახა და არა მხოლოდ საქართველომ, როგორ იძალადეს სამართალდამცავებმა მოქალაქეებზე. შეაფასეთ ასეთი ფორმით კითხვის დასმაც გამიჭირდება, აი რასთან გვაქვს საქმე? ეს იყო ცალკეული საზოგადოება ალაპარაკდა იმაზე, რომ ეს არ იყო ცალკეული შემთხვევა და ეს არის სისტემური ხასიათის. აი თქვენ რას ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე და როგორ სტიბრძანდებით მით უმეტეს? მართლა ეს ცალკეული შემთხვევა რო არ არის, ყველა ძალიან კარგად იცის, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას ჩვენი ახლობლებიდან, მეგობრებიდან, ისედაც პირადი კონტაქტებიდანაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ხდება ყველა განყოფილებაში და ამას აქვს ორი ძირითადი მიზეზი. პირველი ეს არის, რომ ხელისუფლების მხრიდან არის წახალისებული და ხელისუფლებას არასწორად ესმის და არასწორად აქვს წარმოდგენილი, რომ ძლიერი პოლიცია უნდა იყოს ისეთი პოლიცია, რომელსაც შეუძლია მოქალაქეებს ყველაფერი დაამტვრიოს. ამიტომაც აი ამ საპროტესტო აქციების დარბევის დროსაც ჩვენ ნახეთ, რომ ხელისუფლებამ რამდენჯერმე ასე ვთქვათ, წაახალისა ძალოვანი სტრუქტურები, ნახეთ ჩვენ იგივე სპეცნაზის ყოფილი მეთაურის ხარებას, ეგრეთ წოდებული კომენტარი, როცა თქვა, რომ ასე ვთქვათ, ჩაუშვეს ეს ბიჭები, ანუ რაღაც დრომდე მათ ჰქონდათ ხელისუფლების მხრიდან იმუნიტეტი და მე მოეხსნათ ეს იმუნიტეტი. ანუ როდესაც ჩვეულებრივ პატარა ბავშვებითაა ნებისმიერი ინსტიტუტი, მათ შორის პოლიციაც, როცა ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, 10ჯერ, 20ჯერ მოქალაქეს ცემენ და ხელს დააფარებ, მე რა თქმა უნდა ეს ინსტიტუტში უკვე როგორც ტრადიცია ისე მკვიდრდება და ერთი რამაც გამოიწვია არის ეს. მეორე რაც არის ძალიან ცუდი, თქვენ იცით, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე გაუქმდა საქართველოში ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც ისედაც მკვდრაჩობილი ორგანიზაცია იყო კაცთაძე, რომელსაც ხელმძღვანელობდა. თუმცა ფორმალურად მაინც ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თუ დადაშაულს ჩაიდენ და ამას იძიებდა დამოუკიდებელი სტრუქტურა. ამ სტრუქტურის გაუქმების შემდგომ შეიქმნა ასეთი ვითარება საქართველოში, რომ თუ პოლიცია მოქალაქეს ცემს, ისე ძალიან ბევრი განცხადება ყოფილა, როდესაც მოქალაქეებს შექონდათ და მე ისე პოლიციელს ეწრებოდა, ვინც ეს მოქალაქე ცემა. ანუ ჩაკეტილი წელი იყო, რეალურად სულ რომ მოიყავათ და აი მოკლული ყაყიტაშვილის საქმეს თქვენ იცით ალბათ, პოლიციის განყოფილებაში ადამიანი არავინ ამას არ იძიებდა, სულ ცემაში მოეკლათ და შუაზე გაიხერხათ ადამიანი, ამას არავინ არ იძიებს საქართველოში. ერთადერთი შანსი ადამიანისა, რომ ეს საქმე იქნეს გამოძიებული, რომ თუ შემთხვევით ის რა ქვია, მელაძის შაბათში მოხდა, ან რომელიმე სხვა ტელეგადაცემაში მოხდა სიუჟეტი. და ეს არის ტრაგიკომიკური ვითარება, როდესაც დღეს მოქალაქეს შეუძლია მელაძის შაბათში უფრო იპოვოს სამართალი და საქმის გამოძიება ითხოვოს, ვიდრე გენერალურ პროკურატურაში, უშიშროების სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და კიდევ სხვა მკვდრაჩობილ სტრუქტურებში ერთად აღებული. დიახ, თქვენ კიდევ ერთხელ ვახსენებ ამას, რომ იურისტი ბრძანდებით პროფესიით და ხომ სწორად მაქვს ეს ინფორმაცია და ამ შეფასება მინდა თვითონ კადრებისაც დააკავებულია 6 პოლიციელი, ხომ, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, ასე ვთქვათ. თუმცა იქ ჩანს ბევრი ადამიანი. თქვენ ხედავთ თუ არა სხვა ადამიანების პასუხისმგებლობასაც და თუნდაც სამხარეო პოლიციის, ქალაქის პოლიციის ამას ლაპარაკი. ეხლა აქ მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი შეცდომა რაც დაუშვეს იმ ჟურნალისტებმა, ვინც გადაიღეს, რომ ეს არ უნდა გამოექვეყნებინათ დაუყოვნებლად. ერთი დღე უნდა გაიჩერებინათ ეს კადრები და ჩვენ ნახავდით იმას, რაც სხვა შემთხვევებში ხდება ხოლმე, მაგალითად ნაძალადებში რომ ბავშვს აწამებდნენ, ეგეც ერთი წლის წინ გამოხდება. ხო ეს კადრები. ყველა გამოლაგდებოდა ეს წულუკიანები და სხვა კიდე მახინჯის სულის და ტვინის ადამიანები, ვინც ყავდა და იტყოდნენ, რომ არა, როგორ გეკადრებათ, ეს ოპოზიციამ მოიგონა, დიპ სტეიტმა მოიგონა, ბრიუსელის ბრალდება, ვაშინგტონის ბრალდება და ტბილებით დაიცავდნენ ამ პოლიციელებს. ეს კადრები რო არ ყოფილიყო. უბრალოდ რადგანაც ეს კადრები პირველივე წუთში გამოხერხდა და პრინციპში ამ კადრებიდან გაიგო საზოგადოებამ ამ ყველაფრის შესახებ, ამიტომ მოუწიეთ თავიდანვე აღიარებოდა. როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის აი ესეთი მოვლენა, რომ ეს ვიღაცა კონკრეტულმა პოლიციელმა პეტრემან პავლემ კი არ ჩაიდინა,
არამედ მთელი სისტემა გორჩი უდგას ხოლმე მომძალადე პოლიციელებს, რა თქმა უნდა, აქ სამხარეო პოლიციის უფროსი არის სულ ყველაზე დაბალი რანგის თანამდებობისპირი, რომელიც უნდა გადადგეს. და საერთოდ მე მგონია ამ ხელისუფლების პირობებში ვინმეს გადადგომას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რამდენჯერაც ვინმე გადადგა უარესი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად მანიაკი ყავს და შინაგან საქმეთა მინისტრად ვინც მანამდე იყო, მგონია რომ გომოლაური დროს ნაკლებად ხდებოდა ასეთი მოვლენები. ამიტომ რო გითხრათ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ხა ვინმე თანამდებობის პირის გადაყენებას რაიმე აზრი აქვს, მხოლოდ ფორმალური და სიმბოლური. დიახ. ბატონო კახა, დღეს ამოქმედდა, ასე ვთქვათ, კანონი, რომელიც სიძულვილის სცენას უკავშირდება, შეიქმნა ცალკე განყოფილება, ცალკე უწყება, ასე ვთქვათ. აი ამასთან დაკავშირებით რეალურად რასთან გვაქვს საქმე? მაყურებელმა საზოგადოებამ რო იცოდეს, ეს იცავს საზოგადოებას თუ არის ცენზურა? კომედიური მოვლენა, როდესაც ქართულმა ოცნებამ შექმნა Facebook-ში სიძულვილთან ბრძოლის სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს არის დაახლოებით ისეთი რაღაცა, ჰიტლერს რო შეექმნა ებრაელთა დაცვის სამმართველო. აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის, როდესაც ქართული ოცნება ქმნის იმის რა ქვია hate speech-ის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს. აი ამ სამმართველომ რა უნდა სერიოზულად მე არ ვიცი რა გიპასუხოთ. ეხლა უნდა გარბოდეს ეს სამმართველო და პირდაპირ კირცხალიას და წულუკიანს უნდა აპატიმრებდეს. და პირდაპირ გაქცევის ცდილობის დროს შეუძლიათ ესროლონ და ადგილზე მოუხდიონ ლიკვიდაცია ეხლა. საქართველოში სიძულვილის ენის ინდუსტრია არის შექმნილი, ყველა მიცის ვიხელმძღვანელობს საძიებს, შორის ეს ტელევიზიებით ნახეთ იქ სადღაც რუსთაველზე ოფისი რო აქვს, პოსტებს ვინ წერს, როგორ არიგებენ, ფულს იხდიან იმაში, რომ ადამიანებს აგინონ, აფურთხონ. ეხლა თვითონ დაიჭირეს ის ერთ-ერთი მიხეილ უკრაინოლოგი და რამდენი ყავთ ასეთი. ეხლა Facebook-ში გინება, მე მგონი ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ალბათ სამწუხარო მოვლენა არის ეს, ოღონდ ის რომ ამითი მთავრობა იყოს დაკავებული და აი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი და მინისტრები იკრიბებოდნენ, ეს ჩვენ ქვეყნის ტრაიკოლტურ მდგომარეობას ასახავს. ეხლა რომ წარმოიდგინეთ ამერიკის მთავრობა რომ შეიკრიბება ამაღამ, უნდა გადაწყვიტონ ჰორმუზის სრუტეს დაარტყან თუ არა. ირანის მთავრობა შეიკრიბება ამაღამ და უნდა გადაწყვიტონ ბირთვული იარაღზე მუშაობა გააგრძელონ თუ არ გააგრძელონ. კრემლში შეიკრიბებიან პუტინის მინისტრები და უნდა გადაწყვიტონ ეხლა რომ შეტევა დონეცკის მიმართულებით გააგრძელონ თუ ხარკოვის მიმართულებით და საქართველოს მთავრობა შეიკრიბება ამაღამ და უნდა გადაწყვიტონ Facebook-ში ვის რა კომენტარი დაუწერონ და ვინ აგინონ და ვინ დატროლონ. აი ეს ანეკდოტური ვითარება გვაქვს ჩვენ სამწუხაროდ ქვეყანაში და ეხლა ამ ვითარებაში როდესაც ხდიან Facebook-ში პოსტებთან მებრძოლ სამმართველოს შეუძლებელია ისე როგორც აი მამუკა მდინარაძის გენერალ-მაიორობა არ შეიძლება იქნას სერიოზულ პლანში აღქმული, ისევე მე ხელისუფლების ქმედებებს ბოლო პერიოდში ძალიან მიჭირს რომ რაიმე სერიოზული შეფასება მივცემ. მაყურებელმა რომ უკეთ გაიგოს, ეს რისთვის არის გამიზნული? დაშინება, ვთქვათ, თუ ცენზურის ხმა არ ამოიღონ და ეს სწორედ დაშინება თუ ვთქვათ კონკრეტული ადამიანების ივანიშვილის შეწუხდა ნახეთ საქმე რა შეარი 2012 წელს როცა ის მოვიდა ხელისუფლების სათავეში ის იყო ძალიან პოპულარული ლიდერი 80% ხარს უჭერდა და დაუშვათ 10-15% აგინებდა Facebook-ში ეს მისთვის ასატანი იყო მე დავუშვათ 2010-იანი წლების მეორე ნახევარში 2020-ისკენ ეს დაახლოებით გათანაბრდა ნახევარი ხარს უჭერდა და ნახევარი აგინებდა და ამ ნახევარს ვინც ივანიშვილის მომხრე არ იყო თვითონაც გასხოვდნენ ეს ლაშა ნაცვლიშვილი, კოკაყანდიაშვილი, შალვარამიშვილი და ეს მათი ასე ვთქვათ სტრუქტურები ასე ვთქვათ Facebook პოსტებით ებრძოდნენ. ეხლა არის ასეთი ვითარება ეხლა საქართველოში რავი ნებისმიერი გინდა ქუჩაში იგზნობა მას, გინდა ტრანსპორტში, გინდა ქორწილში და გინდა ქერხში, რომ სადაც არ უნდა შეხვიდე 99% დედმამის სულს უტრიალებს მთავრობას. თავისი პირველი, მეორე და მესამე პირებით და ეს ამას უკვე ვეღარ აუდის ტროლების ინდუსტრია. ამიტომაც გადაწყვეტეს რომ როგორც ლუკაშენკო აკეთებს ან რა ვიცი ირანში აიათოლების რეჟიმი ან ჩრდილო კორეა რომ უბრალოდ ხალხს Facebook-ში წერა აუგზავნო. უბრალოდ ამას დიდი ეფექტი ვერ მოყვება, იმიტომ რომ ეს კომუნისტებმა ვერ მოახერხეს და ქვეყანაში სადაც გაზეთში და ტელევიზორში საერთოდ მარტო მთავრობის ქება იყო მე მთავრობის ადამიანი ვარ რომ მახსოვს ეს პერიოდი ყველა სუფრა იწყებოდა და იგინებოდა კომუნისტების გინებით და ეხა Facebook-ზე თუ არ შეიგინება ეს ხალხი მონახავს როგორმე აი ქართულმა კაცმა შეიძლება რაღაცა ეკონომიკაში მქონდეს გარღვევა და ტექნოლოგიაში მაგრამ აი მთავრობას როგორ ვაგინოთ ამას როგორღაც ქართველიერი Facebook-ის გარეშეც მოახერხებს დიახ ბატონო კახა მინდა აუცილებლად გკითხოთ კვლავ თრიალეთთან დაკავშირებით თქვენ იცით რომ ისევ დაყადაღებულია ტელეკომპანიის ანგარიშები და
კიდევ სხვა ბარიერები შეუქმნა ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებამ, ხო? და ვიცით, სადამდეც მივედით უკვე მართლა ფუნქციონირება შეუძლებელი ხდება. აი ამ მედიის როლი თუნდაც იგივე იმ პოლიციელების საქმემ რომ დაანახა ჟურნალისტების მედიის როლი რომ არა ვთქვათ მედია თრიალეთი რეგიონში ერთადერთი მსხვილი ასე ვთქვათ მედია ორგანიზაცია რომელიც აშუქებს ადგილობრივ თემებს აი მაყურებელმა რომ იცოდეს რომ არა მედია ვთქვათ ისე რომ გაჩერდეს თრიალეთი ისინი რა რეალობაში აღმოჩნდებიან და კიდევ ამ ესეც მინდა რომ შეაფასო და აუცილებლად ისიც კიდევ რომ მარწუხებს ახალ რეპრესიებს გვიმზადებს ხოლმე დრო და დრო ხელისუფლება ჩვენ თრიალეთს თრიალეთთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრია უბრალოდ მე ეს დავამატებ რომ მე სხვადასხვა ორგანოებში წარმოვადგენ თრიალეთის ინტერესებს როგორც იურისტი და შემიძლია გითხრათ რომ თრიალეთის წინააღმდეგ რაც ხორციელდება ეს არის თანამდებობრივი დანაშაული და საჯარო რეესტრის ხელმძღვანელებით და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებით და პირადად ფინანსთა მინისტრი მე ვიზრუნებ ამაზე რომ სისხლის სამართლის წესით იქნენ მიცემული პასუხისგებაში თრიალეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის და აყვანილი იქნენ პატიმრობაში და დარწმუნებული ვარ რომ ეს დღე აუცილებლად დადგება. დიახ, რა შეეხება მედიის როლს თვითონ რა თქმა უნდა მედიის როლი არის აი ცხოვრების ძალიან კარგად გამოჩნდა მედიის როლთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია წულუკიანის საპარლამენტო ტრიბუნიდან რომ განცხადება გააკეთა რომ ეს რა დაგულმართაო ბიჭებო როგორ გადაგვიხესო ანუ შეწუხებული არიან იმითი როგორ მოხდა ამისი გადაღება ისე როგორც თავის დროზე ციხის კადრები როდესაც გამოქვეყნდა არავინ არ იყო შეწუხებული სააკაშვილის მთავრობაში იმითი რატო ხდება ციხეში ესეთი რაღაც იმიტომ ყველა მიცოდა რომ ხდებოდა შეწუხდნენ და დღემდე ესე იგი ეძებენ იმას რომ ვინ გამოიტანა ეს კადრები და ვინ გადაცა პრესას ანუ პრესას ეს ხელისუფლება ისე როგორც წინა ხელისუფლება განიხილავს როგორც თავისი უსაფრთხოების მტერს და პრინციპში სწორიცაა იმიტომ რომ ირანის რეჟიმიც ასე განიხილავს, ჩრდილო კორეის რეჟიმიც ასე განიხილავს და ბელარუსის რეჟიმიც ასე განიხილავს, რომ თავისუფალი პრესა არის დიქტატურასთან შეუთავსებელი მოვლენა. ან ერთი უნდა განადგურდეს, ან მეორე უნდა განადგურდეს და ის რომ დღევანდელი ხელისუფლება ტელეკომპანია თრიალეთს ებრძვის პოლიტიკურად და მოტივირებულად, ეს პრინციპში ჩემთვის ძალიან ადვილად ასახსნელია, იმიტომ რომ დაამთავრა ამ ხელისუფლებამ 3-4 წლის წინ ის ეტაპი, როდესაც იცდილობდა ყოფილიყო რაღაცა ფსევდოდემოკრატია და დემოკრატიული ფასადის მქონე რეჟიმი. მათ აქვს გადაწყვეტილი რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში თუ კი ქართული ხალხი მისცემს ამის შესაძლებლობას დაამყარონ აქ ისეთივე დინასტია როგორც არის კიმების დინასტია ჩრდილო კორეაში და ხედავთ ალბათ რომ უფრო და უფრო ხშირად ჩდება ცოტნე ივანიშვილი ეკრანებზე ხო და ძალიან ბევრი რამე რაც შეიძლება კარიკატურა გონებოდა რამოდენიმე წლის წინ დღეს რეალობა გახდა. ანუ ჩრდილო კორეა როგორც მოდელი ეს არის ივანიშვილისთვის იდეალური წარმოდგენა ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაზე. საუბრის ბოლოსკენ მინდა აუცილებლად გკითხოთ ბატონო კახა დღეს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. რამდენად არის დაცული ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებები თუნდაც იმ კუთხით რომ დღეს გამოქვეყნდა სტატისტიკა რომლის მიხედვით ყველა მესამე ბავშვი სოციალურად დაუცველია ფაქტიურად სიღარიბეში ცხოვრობს საქართველოში. თუმცა შესაძლოა უფრო მეტიც არის და ეს მონაცემები რეალობას არ ასახავს. ნუ სამწუხაროდ ამ დღეში თვითონ ჩაიგდო ამ ბავშვების მშობლებს ძალიან ხშირად ვაფრთხილებდით ჩვენ რომ 41 როცა ხაზავდნენ უნდა იცოდოთ სამწუხაროდ ჩვენი ხალხი twinამდე არ დავიდა ეს რომ ბიულეტენში ბიძაშვილმა მთხოვა მან მამიდაშვილმა მთხოვა 41 შემოხაზე მეგობარს ვერ უთხარი უარი მე ულის შემიშველი ფეხშიშველი ქუჩაში უნდა იცოდე რომ ბიულეტენში 41-ის შემოხაზვა ნიშნავს საკუთარი შვილების მომავლის გაყიდვას არ შეიძლება რომ იმ ქვეყანაში სადაც არის რა ქვია მინისტრი ნაყიდი პარლამენტარი ნაყიდი გუბერნატორი და პროკურორი ნაყიდი და ოროსანი არ შეიძლება რომ იმ ქვეყანაში გასაგები არის ლოგიკური არის რომ ბავშვები უნდა იყვნენ სოციალურად დაუცველები. ასე ხდება იქ რა ქვია ბანანის რესპუბლიკებში აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში და ჩვენ ჩამოყალიბდით ბანანის რესპუბლიკად. ამიტომაც ეხლა ამაზე პირველი კი არ უნდა ვიდარდოთ მარტო ჩემი აზრით და მოცემულობა რომ ივანიშვილის ხელში ქართულ სახელმწიფოს ემუქრება საერთოდ გაქრობა. მე ვარ 50 წლის ხვდები წელს და მახსოვს ძალიან კარგად რომ მე რო დავიბადე იმ ქვეყანას საქართველოს არ იყო, იმ ქვეყანას ერქვა საბჭოთა კავშირი. და არ მინდა რომ ესე იგი სხვა ქვეყანაში დავიბადე და კიდე სხვა ქვეყანაში მოვკვდე და ამისი შანსი
რომ საქართველოს შეწყვიტოს უახლოეს რამოდენიმე წელიწადში თუ არა 10-15 წელიწადში არსებობა როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. ეს არის ძალიან რეალური. იმიტომ რომ როცა ქვეყანას მართავს მელახშე და როდესაც ქვეყანას არ ყავს არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ისინი არიან ამ ქვეყნის თავარი მელახშის თონჯინები, რა თქმა უნდა ეს ქვეყანა ვერ შეინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას და არც არასდროს ვეღარ დავიბრუნებთ ამ სახელმწიფოებრიობას ჩვენ, იმიტომ რომ ისტორიას აქვს თავისი კანონზომიერება. ჩვენ როდესაც ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ხან რუსებმა და ხან სპარსელებმა და ხან ოსმალებმა წაგვართვეს ეს დამოუკიდებლობა, მე ღმერთმა ეს დაგვიბრუნა. და როცა ღვთისმიერ გოძებულ დამოუკიდებლობას კარტოფილზე და მაკარონზე გაცვლის ერი, შეიძლება ეხლა 20 მილიონიანი და 30 მილიონიანი ერები არის სოფლიოში და თავისი სახელმწიფო არ აქვს ეხლა. 3 მილიონიან საქართველოს თუ არ იქნება სახელმწიფო, ამის გამო არავინ არ იკირებს თუ ჩვენ ქართველებს არ გვენახულება თვითონ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, საინტერესო საუბრისთვის და შეფასებებისთვის ბატონო კახა დაგემშვიდობებით. კარგად ზანდებოდეთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა.